ვიღაცამ ყვავილები გამომიგზავნა. თაყვანის მცემელი წყოლია ქალბატონს. ვინ გამოგიგზავნა? ვიღაცამ მეთქი. ესე იგი მე თუნდაც არ ვიცი ვინ არის. ანასტასია მაგ თაიგულში შოკოლადი არ დევს. შოკოლადი არა, მანქანის გასაღები დევს კიდე. თიკო სასწრაფო შეკრებაა ჩემთან სახლში. ნახევარსაათ ჩვენ უფრო ადრე რა როგორც გინდა. ანასტასია თიკო მოვიდა. მიდი შვილო შედი ოთახშია და ყავას აღარ გთავაზობ ეხლა თიკო ბარგენდომება და აუ ვანათებს პროსტა. თიკო მოხვედი, გადაწიეფარდები. ანასტასია რა მოხდა? თეკლა გურგენძე და ლექსო შერიგდნენ ხო უეჭველი? არა, ვაფშე სხვა რაღაცა, მაგრამ ეგ თეორიაც განვიხილოთ მე. ნახე რა გამომიგზავნეს. ხადაო, ეს ხო იცი რომელი ყვავილებიც არის, ლავჰეროა მაგათია. ვიცი ხო, ესეთი განათებული თაიგულები მარტო მაგათ აქვთ. მაგრამ აქ მარტო ისწერია მუდამ შენს გვერდით. აზერა ვერ მოიტანა. უეჭველი ის ტიპია გვერდზე კორპუსში რა ცხოვრობს, მაგის მოტანილი მგონია მეს. არა მგონია, მაგას ხლაპუშკა უფეთქ დაახარწეს ხელში და ვაფშე ხელები აღარა აქვს. ეგ ვერ მოიტანდა. ყოველ შემთხვევაში საკუთარი ხელით. ანასტასია იქნებ შეეშალეთ და შენი არ არის ეგ ყვავილები. ჩემი სახელია წერია ბარათზე. და შენ ვაფშე რა დაგვისმენ კარებთან? დროზე იხლა. მე რას ამბობ? მაშინ ის იქნება გოგო, მელოტი დათო, როგე პრანჭებოდა ხოლმე. აუ შენ ძალიან მაგრაღა დაუბ, ხო? არ არსებობს დაფარული ნომერი რეკავს. გისმენთ? გამარჯობა ქალბატონო, მიიღო ჩემი საჩუქარი. ესეც შურის ძიება, ახალწელს რომ ესროლი აივნიდან ხლაპუშკა. კაცნი. თოვლის პაპას წერილი დავუწერე. და ეს გრაგნილი რამ დაგაწერინა, ომარიკო, თოვლის პაპა ეს მილიონერი კი არა, კაცო. 300 ლარი აქვს პენსი. წერილია. ფული თუ არ იყოფა კიდე დაალომბორდოს თავისი მარხილი. თოვლის პაპას დაელაპარაკები, უთხარი რომ პირველი საჩუქარი მინდა ყველაზე მეტად 23 და 77. რო კითხო მათემატიკას ვერ სწავლობს და კი ჩამოუწერია 84 საჩუქარი, ლეპტოპი. აი მეც კი მინდა ისე რა ხარნია. ინგა როდის ველოდებით თოვლის პაპას დასავლეთ საქართველოდან. არ ვიცი დაურეკავ საღამოს და მეტყვის ალბათ. ომარიკო მიდი რა ტუალეტის ქაღალდი გაიტანე იქ, რო არ დაიწყოთ მე ყვირილი გამოილიაო. თიკო ხო გავდივარ დღეს ნაძვის ხეზე. იმზათვარ უკვე და როცა გინდათ გამომიარეთ. აუ მეც წამიყვანე რა ნაძვის ხეზე. ვერცად ვერ წაგიყვან. ინგა იცი თიკომ თავის შეყვარებული უნდა გამაცნოს დღეს. Facebook-ზე ვნახე მაგ ბიჭის ფოტოები და მშვენიერი ტიპია. თან მუშაობს, თან სწავლობს. 20 წლის არის. იყავი ომარიკო შენ სახლში. ლია დეიდა უნდა გამოვიდეს და ასე თქვა პეროგი უნდა გამოვუტანო. სო წავედი მე გავდივარ და მანქანით მომიყვანენ მე თიკო და ის ბიჭი. ხო სხვადასხვა იმ ბიჭს მანქანაც ყავს. წადი ხო? დედო ცოდნია ყველაფერი და რაღა უნდა გაიცნოს ნეტა. ომარიკო სად ხარ? ტუალეტში. სანამ ეს გამოვასწრებ. ხო დედა როგორ ახარა ბარაშვები? რა ვიცი აბა ნელა. როდის ჩამოდიხარ შენ სოფლიდან? საჩუქრების სია ხო ნახე. რა ვქნა კაცო ჩამოწერა ბავშვმა და იმას ხვარ ვეთქვი ხა თოვლის პაპა არ არსებობს მეთქი ხო? გოგო იბო ისმის ჩემი ხმა? აუ ძალიან ჭედავს სოფელში ინტერნეტი. ისმის ხო და იცი ჩენს კარტოფილს რეთლი. აუ ანასტასია როდის ჩამოხვალ? შენ გარეშე ვერ ვერთობით საერთოდ ჩვენ. ჩამოვალ ხო ამ დღეებში, მაგრამ აქ ძალიან სიწყნერია და მე მგონი მართლა დავისვენი. აუ მე ზღვაზე მინდა წასვლა, მაგრამ ჩემ ჯერ გამოცდის შედეგებს დაველოდეთ. აუ ზღვა ძალიან კაია მართლა. თეკლა შენ წიგნს კითხულობ? კაი რა თიკო ვერ ხედავ რო კითხულობს, პროსტო უგუღმა უჭირავს. აუ კაი თხო არ კითხულობ და ამ ბოლო დროს მარტო ნოვატორზე ვფიქრობ. გუში მაგაცა იცი ისეთები წავიკითხე, ეხლა დაჭყეტილი მაგ თვალების სიხარულისგან. აუ შეკიდე თუ ეგრე ძალიან გიდა მიდი მაგ ნოვატორში და დააყენე საშველი. აბა ეროვნულებზე რო გიწერია გპ-ის საინჟინრო მაგით აპირებ ცხოვრებას. მართლაც გეუბნება თეკბიდი და ისწავლე გრაფიკული დიზაინი რო ამბობდი. ინგლისურსაც უკეთესად ისწავლე მაგ ერთ წელში. აუ მაშინ შე რო ჩამოხვალ ანასტასია ორივენი ამოხდა და დაებაზრებით დედად ჩემს რომ ნოვატორში მივიდე. კაი ახლა შენ მოყევი რა, სოფლის საქმეს არ აკეთებ? აუ ძრო ხარ მოწველე. მიხედავები გოგო რა ძრო ხარ მოუწველი, ეგ ღამაგლია.
ანასტასია მოვიდა საღამო და წამოდი ახლა ბოსელში. ვისე მოეწონა გუშინ მაგ ძროხას ისევ შემნამოწველო. აუ ვიხევი. აუ წავედი ძალიან ჭედავს ინტერნეტი. ინგა სათვალო კამერა დავიწიე შენ რომ თხოვე კამერა ლამპი. დედა რა კაია გოგო ძვირფასი. მაგრამ სად დავაყენო ახლა ეს ამას ვფიქრობ. ამას სადაც გინდა იქ დაამონტაჟებ, გაერთად შეგეძლია და შეგნითაც. დღის ხედვა ხო აქ და ღამის ხედვა კიდე მაღალი ხარისხის. კაი, ნუ ყვიდი ხარ, ყველას ნუ გააგებინე ახლა. დავაყენებ აქ ოთახში და იყოს. მიდი ახლა მომეხმარე, ჰე. ამის დაყენება ძალიან მარტივია, ნატურას ავითარი. მიდი იმსენაც დაუმაგრე ნატურის მაგივრად, მაინც არ თავხულმე. აჰა, რა წერია ხედავ? ესე იგი smartphone-თან დააკავშირებ მაგას და აკონტროლებ ყველაფერს 360 გრადუსით, ხო? კადრების გადახვევა შესაძლებელია და ხმასაც იწერს თურმე, რასაც აილაპარაკებ ოთახში გავიგებთ. აჰა, მზად არის დავაკავშირე ტელეფონი. სიტყვა არ თქვა არავისთან იცოდი, არც მზებებოს არ უთხრა და არც ომარიკოს. ინგა ამბანოში ლამპუჩა გადაინწო შენო, საბანაოდ ჩემდიმა რა გავაკეთო? ინგა! ეს იქასე შენი სახშიან არის რა. ოი, აგენამ სამაცაკ. ლამპუჩკა და მოხსნე. მე დაუცნაურები გამოვგონები. დედა რამდენი რაღაცა ვიყიდეთ ანასტასია 50 ლაშ დაიმახსოვრე ეგ მეორადები იცოდე, ხო? აუ იმენა ჩამწყდა ხელები. აუ მოდი ვიდეო კამერით ჩანაწელები ვნახოთ, არ გაინტერესებს? რა ხდებოდა სახში ნეტა და ჯექმით და მე ჩავთავ. აჩვენე ერთი. რა გოგო ეს? ზიებების ბანაობის კადრებია. აუ ვიხევი. მე-12 კლასელი გადმოვხტარა აივნიდან გოგო, აბიტურიენტი. ვაიმე, რას ამბობ, მედიკო, სად წაიკითხე გოგო ეგ? სადა რა ქვია კაცო? fakenews.com. ისეთები იწერება რომ გაგიჟდები. ყველაფერს კი უნდა დაუჯერო გოგო. ტყუილები იწერება იმდენი რომ რა ვიცი, უთვალავი. რა არის გოგო ტყუილი? აჰა, აგერ კიდე. ნორვეგიაში 82 წლის ქალბატონი ბატუტზე ხტომისას სალტოს გაკეთებას ემსხვერპლა. როგორ არ დავიჯერო, კაცო? კაი, ერთი მოეშვი ხლა მაქსაიც რა. მე კიდე იმაზე ვჯავრობ გოგო, რომ ჩემები არ ჭამენ არაფერს დილაობით საჭმელს. რაღა მოვიფიქრო უკვე აღარ ვიცი რა. კაი ხო. გოგო, ჩემ ქმარს გავუკეთე დილით შვრიის ფაფა, ხილი ჩაუჭერი, შეგინდა ისე გემრიელად ჭამა, რომ აი რა ვიცი. ცადე შენც. უი რა კაი მითხარი გოგო ეგ, თან მაგ სახში შვრია ბლომად. ხო, ისეთი გემრიელია ხილით, რომ დაიმე არ გავგიჟდე ეხლა. შვრიაში მომწამლავი ნივთიერება აღმოაჩინესო, გოგო. თამაზის ვაჭამე დილით, წავედი კუჭი მაინც ამოვარეცხინო. დედა რა უცბად წამოხტები ხოლმე, გოგო, გაცილებას ვეღარ ვასწრებ. კაი, მიდი აბა შენიცი. ასე ყველაფერს დაჯერება როგორ შეიძლება, კაცო? ომარიკო, მოდი ერთ წუთი აქეთ. მიდი მან კარდაში დევს პარკით შვრია, ხო და გადაყარებ, გაფუჭდებოდა ეგ უკვე. ანასტასია ოქროშვილი მოდის და არ შეიმჩნიო. გაიმები ბესეთკაში ყოფილა, როგორც ყოველთვის. ანასტასია ვინმე ლაპარაკობს, გესმის შენ რამე ხმა? კი ოქროშვილი დგას აქ. გასუქებულა და კამარი 2 ნახრეთის იქით გადაუწევია. გასუქდებოდა, აბა რა იქნებოდა ისეთი ჭამა მაგან ჩვენთან. ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ მივჭამე? ხო არ გახსოვს ვის კონდა დალურჯებული თვალი ჩხუბის მერე? ეგ იმიტომ რომ დაგინდე, მაგასაც როგორ ხვდები? შემეძლო რომ ჩამერტყე შუშის ბოთლი შენთვის თავში და იქვე დასრულდებოდა ყველაფერი. აუ თეკ მოდი ვაღიაროთ, რა ეგ ბოთლი არ კი არა ვერ ჩაარტყი. ვერ წვდებოდი ისე ყავდით მებით დაჭერილი. ახლაც დაჭერილი მყავს. თუ არ გაკეთებ იმასაც გეტყვი, ეგრევე Facebook-ზე აიტვირთება. ერთი წუთი შანტაჟის ზონი მეცა. შანტაჟიც კი არა ძეხვის და ლუდის სუნი, გასორი ნაბიჯის აპლიკაციიდან რო გამოვიძახე. 20 ლერის მერე უფასო მიტანა და მაგას ვერ გავმაზავდი. აი მოვიდა კურიერი მოვალე ხლავე. აუ ლუდი გვექნება, ძალიან ცუდია ოქროშვილი რო ვერ დალევს. ენა იცლება ხოლმე ალკოჰოლს რო სვამს. თუ ეგ ისედაც ეგრეა. რა თქვი გაგა? ამ კონირა ძალიან ნამეტანი მოგვივიდა ხა? ხო, წიხლი არ უნდა ჩაგირთხა კუჭში, მithumetes რომ ანასტასია გვაშველებდა. გამშველებელს მეტი ხვდებაო მართალი ყოფილა. ინგა გადააბრუნე ხაჭაპურები, დაინწვა შვილო, დაინწვა. დედა რა ხაჭაპურებია, დაილოცო სოფელი რა. დედა რა ხამ რო გიკბინოს რა მოგივა?
არ იცი რა მოგივა? ხბოდ გადაიქცევი. რა ხბოდ გადაიქცევი, კაცო? არაფერიო, მარიკო, გეტკინება და უნდა აიცრა. ენგური დაკბინა თავის მოძროხა ერთი თვის წინ. ისე დღეში იყო. დაკბინა რას ქვია? რას ქვია და მაგძროხას მოუკლა თავისი შვილი თვალწი, ხო და რო გამწარდა იძროხა დაკბინა. 14 დაკბენი ქონა ძლიც გადაანაჩინეს. დედას აწყალი ენგურიძეა, კაცო, მაგრამ და როგორი თამადაა სუფრაზე. აუ, ტუალეტში მინდა და ვერ გავდივარ, ძროხა დგას იქ და იყურება. აიმე, მიდი ანასტასია, გეხოცები გააცილე ბავშვი ტუალეტამდე რა. რა გავაცილო, ვერ გაიგე? ძროხა დგას და იყურება. დედა რამ შიშრები არიან, რა წამოდიო მარიკო და გავიდეთ. დედა მართლა რაღაცნაირად იყურება. მარიკო, მიდიხარ უკვე, როგორ მოგეწონება დათნას ახალი ტელეფონი? რა ვიცი, აბა, კარგია მგონი. მე ვერ ყვევი. უთხრა დედიკოს ახალი ტელეფონი რო აქვს დათნას, გააგებინე. მოვედი. რა ხდება აბა დათნასთან? სკვაზნიაკში ხო არის ჯექი კიდე? ო, არა. კეთნა დეიდა მოვიდა დათნას ახალი ტელეფონი და შენ ხო მეყიდი? ნეტა ერთი მიმბაძველობას მოეშვებოდე რა. ისწავლე გამრავლების ტაბლა ბოლომდე და გიყიდი. ესე იგი, კაკ მინიმუმ 3 წელი უნდა ეროდო. ბიასტა. შენ რო გელოდე 9 თვე ხო? აბა თქვი ბოლომდე. ცოტაში ნუ ჩამათმევინე ფეხს ძალიან გთხოვ რა. ამ შობა დღეს. ხალხო კორპუსის სახურავიდან ხტება ვიღაცა თავი უნდა მოვიკლაო იძახის. ვაიმე რას ამბობ ინგა? დედა კი ვერ ვხედავ გოგო შოურს ექიმა პლუს მინუსი გაქო თვალზე ასტიგმატიზმი დამიტკინდა. ვაიმე რა დროს პლუს მინუსია მარიკა ვიღაცა იკლავს თავს კაცო ხტება კორპუსიდან. მანეხი მოდი ერთი წუთი აქ რა კორპუსის თავმჯდომარე რო ხარ ხტება აგერ სახურავიდან ვიღაცა. ბიჭი, ჩამოდი ხადრზე მედერე მოვიყვანო. დიდა როგორ დავეხმარით მარიხი რა შევაშინეთ. შეშინდა, კი ვერ ვხედავ მე. დედა ნუნები მაგ გასაკეთებელი. და ისე რო გადმოხდეს, რა შეიძლება ახლა მოუვიდეს ისეთი. მოკვდება, ინგა მოკვდება. ხო მოკვდება. ვაიმე გოგოებო, მარინა მოდის, რა კარგია, ექიმია ეგ. დედა ნუ გადამრიე, გოგო, გინეკოლოგმა რა უნდა უშველოს, ვერ გავიგე. ერთი სიკვდილს არ ეშველება გოგოებო არაფერი, თორე დანარჩენს ყველაფერს. დედა როგორ ავიწიწკნე, უშენი. ვაიმე გოგოებო, ვიღაცა ასულა დასახმარებლად სახურავზე. დედა, იგა, შენი ბიჭი არ არის ეს სახურავზე? რა? ვაიმე. ბავშვმა გადაარჩინა ხალხო, მარიკომ გადაარჩინა. ხო, ასე ამბობდა სიკვდილის ბუზი მაზისო. ეგ ბუზი კი არსად არ გაფრენილაო მარიკო. წამოდი სახლში. თიკო წამურა ბესეთკეში გავუგაზოთ. წავიდეთ ბეზერიერერი, ის ქალბატონიც იქ იქნება. იმინათიაში გაარტყი. თიკლა არა იყო აღარ ახარ მიტანის სერვისში, გამოგდებულს გავხარ. ხო, ახარ ვარ, საშინაო შეფასებები დამიწერეს კლიენტებმა და მე გამომიშვეს. რამდენი გველი დაიარება ამ ქვეყანაზე? ხო, და მაგნერების წყალობით უკვე სიგარეტის ფულიც აღარ მაქვს, იცი? მე რა პრობლემაა, ინებით. ერთი ღერია მოიღე ოღონდ. მადლობა. ხათაობ, ხო? რატომ მიეც სიგარეტი? მით უმეტეს თეკლას. დამშვიდი თიკო. მაგ სიგარეტში კომშის ფოთოლი მაქვს ჩაყრილი. იმენაშურის მაძიებელი ხარ, ხო? Avengers-ში უნდა გადაიღე რეჟისორს. კომში კომაია მომექდიდით. ბავშვებო, მოდით ქვები ვისროლოთ. აუ, მე იცი რა მაგრა ვისვრი? მოდი შევეჭიბროთ. აუ, არავის გაარტყათ. ერთხელ მე გამარტყეს და ორი კვირა ვერ დავდიოდი. ხო და შენ იქით გაიწიე, ლიზი. ვისროლო? ხო, მიდი ჯერ შევისროლე, მერე მე ვისვრი. ვა, გარაშს გადააცილა. ხო, მე მაგრა ვისვრი. აჰა, ეხლა შენ ისროლე. დავიშალეთ. მოვედი სახში. რა საკეთებ? ვაიმე გარაშთან ვიდექ და ვიღაც დეგენერატმა ისროლა ქვაში შუფში მომხვდარა. ხო, წეღან ისროდნენ ვიღაც ბავშვები. მე არ ვიცნობ.
მაგარი კოსტუმი გავაძლე ჰელოუინისთვის. თიკო რომ მოაჩავიცმევ. ვაი, იქ არ დათვრეთ ახლა და ისო პოლიციის ეკიპაჟმა არ მოგიყვანოს სახლში. თორე მე კარს არ გავაღებ. აუ, მაგარი ცუდად გავხდი მაშინ. თიკო ვაფშე კალახიანი მივიდა სახლში. თიკო იქნება უმარიკო გააღე. ინგადეიდა როგორ ხართ? გოგო შენ კიდე არ ხარ მზად? გაიგიჟა თავის ანამ თიკო არ მოვა არ ჩავიცვამოდა. ღმერთს მადლობა რომ მოხვედი. არც მე არ ჩამეცვია ჯერ აქედან ჯერ ჩემთან წავალ და მერე ივენტზე. კი ბატონო, ისეთი ბროტმოქმედის კოსტუმი შევარჩიე რომ გაგიჟდები. მიდი ახლა ჩაიცვი და გვენახე. თიკო ყავას ხო დალევ შვილო. აუ კი ინგადეიდა. მეც დავლევ მიდი მოადუღე. ერთი სული ქონდა ჩემს ოდის მოხვიდოდი. ანასტასიამ არ მოუდუღა ყავა და შენ გელოდებოდა. ომარიკო, პატაიძია ცუდა. დედა რა ვერ ჩაიცვა ამან კიდე კაცობა. ანასტასია! მაცადე ჩხდილი ხო არ გამოვალ? აუ ხალდილით გვაქვს ისტორიაც და ვერ დავლებთ ვაფშე. თორე გამოგაბრუნებს ეგრევე უკან მასწავლებელი. ღირსებით იქნებით. აჰა, გამოვიდა. დედა ვისი კოსტუმია გოგო ეს? რა არის ვერ ვიცანი. თიკო იმედია შენ მაინც მიხვდი. გოგო ძალიან მეცნობა, მაგრამ რატო ვერ ვიხსენებ? თეკლა გურგენიძე ვარ. პირდაღებული უნდა დავტოვო. ცაფირუზის ფერია. აღარ ძივენთიმდა და აღარც აღარაფერი მაგით. კაი გოგო დამშვიდდი რა ეხლა. რა არის გოგოებო, რატომ მობრუნდით კაცო ესე მალე? აუ ძალიან ცუდი რაღაცა მოხდა ინგადეიდა. მთხარი. თეკლა გურგენიძეს ჩემი კოსტუმი ეცვა. ომარიკო როგორ ახართ? ხო ცოცხლები ხართ? ჯერ ეგეთი მივარ და კი ცოცხლები ვართ. სამწუხაროდ ორივე. ანასტასია რა გავქნა სახში არაფერი არ არის კაცო საჭმელი და დამეხოცებით მშივრები. რამეს გამოვიძახი ფარაუშავს, არ დავიხოცებით. სამწუხაროდ არც ერთი. დე ანასტასია ამბობს რომ ეხლა მე ვარ სახში უფროსი და უნდა დამემორჩილო. გავთიშე უკვე ტელეფონი და ვერ გაიგო რაც თქვი. მიდი ახლა წვენი მომიტანე. საწრუპით. მაშინ მეც გამომიძახე საჭმელი, რასაც შენ გამოიძახებ. ბლეკ შაურმა გახსნილა გლანში. შაურმების ქუჩაზე 70 ნომერში. ეგ ხوار გამოვიძახო. აქვე თან და ძალიან მალე მოვა. აუ კი მინდა შაურმა, ხო ციცაკის გარეშე. ერთხელ შევჭამე ციცაკით და უცრემლები მომდიოდა. ვაიმე მოვედი, ცოცხლები ხო ხართ? გარდაცვლილის რა მიტყობა, უგემრიელეს ბლეკ შაურმას ჭამ. ხო ძალიან მაგარია, მე ქერქს ჭამ მარტო. ანასტასია მითხრა რომ ძლიერი ადამიანები ჭამენ მარტო ქერქსო. თან ნახე შავია. ბლეკ შაურმას ქერქიც კარგი აქვს და შიგთავსიც. ომარიკო, მოდი აქ შენ უნდა გეჩხუბო ერთი კარგად. რა არის ბიჭო, ეს ამდენი ჩიფსები საიდან მოიტანე? ეზოში ვიყავით ბავშვები. მე, ვასო, ლიზი და სალომე და ლევანიძიამ ჩამოიარა რა გიყიდოთ ბავშვებო და ესენი გვიყიდა. კიდე წვენები, მაგრამ ისინი დავლიეთ უკვე. მოიცა, რომელი ლევანი? სპანდერაშვილი? ეგ გიყიდათ. მაგ შენი მეგობრის სალომეს ნამდვილი მამაა ეგ, მაგრამ არ ამბობენ. ომარიკო გახსენი ჩიფსები, რაღაც საინტერესო ამბავი გველის. ხო, გასაიდუმლოებულია. სიტყვა არ დაგცეთ არავისთან ახლა. მაგრამ რადგინდა რომ შეხედავ მაგ ბავშვს ლევანიას ეთ გამოიჭრილი. გოგოები ხო იც მამებს ემსგავსებიან და. აბა სალომეზე და სუქმარი ყავს ის კაცი რას აკეთებს? ნუ ყოველ შემთხვევაში იმას არ ახლა, რაც ბავშვის ყოლისთვის არის საჭირო. ეგ კაცი მუშაობს, ომარიკო. და ეგ ამბავი შენ საიდან იცი? ომარიკო ეგ ამბავი ჩამოასხიბარი. ეგ ამბავი ცალთრიკმელან მომიყვა 4 წლის წინ, ხო? ეს ლევანი მაშინ მიდიოდა თურმე ამ ქალთან, ქმარიჯო სახლში არისო და მუშაობდა, ხო? კი, რატომ მიდიოდა? ხო და ამ ქმარმა არაფერი არ იცის დღემდე, თორე ეგ კაცია რომ გაშორდებოდა აქამდე. მე კიდე ამ ჩიფსის ჭამას ვერ გავშორდი რა, შემითრია. ისე იგი შენთან უნუც გარდა არავინ არ იცის ეს ამბავი. სიტყვა არ დაგცეთ ახლა არავითარ არ დამღუპოთ. მე თურმე ერთხელ ეს ლევანი რომ ისულა სახლში, ამათთან თვითონ ის ქმარი დახვედრია სახლში, ხო და? იმგა. ფამილია მოვიდა. 125 სერიის დასასრული. ეგ ახმოვანებულია TV ინგას მიერ. პროდიუსერი ცალთირკმელა ნუნუ. ომარიკო, მოდი გაიცანი შენი ახალი დამრიგებელი, ნათია მასწავლებელი.
გამარჯობა, მე შენი ახალი დამრიგებელი ვარ. ქართულს გასწავლით და იმედია რომ ვიმეგობრებთ. აი მე ბოდიშით რა 2 წუთი გავალ, აი მშობლები არიან ჩვენი და მიდით მანამდე შეუვედით. კარგით ნათია მასწავლებელო. დედა გოგოებ როგორ ველოდებოდი რომ ახალგაზრდა დამრიგებელი ეყოლებაო ჩვენ კლასს რო ამბობდნენ. აი მე რა ახალგაზრდა მასწავლებელი ინგა ერთი რა იციან მაგათმა კაცო გამოუცდელები არიანო. დედა გოგოებო ამ ბუფეტზე რა საპირებენ ნეტა? შაშა რო გაფუჭებული ლობიანი აჭამეს კაცო ჩემს შვილს 2 კვირა ისეთი შებერილი მყავდა ბავშვი რომ სკვაზნიაკში ცხოვრობდით. აი მე მაგ ბუფეტის ისეთი უკმაყოფილო ვარ. აი მე ინგა შენი ბავშვი მე მგონი საერთოდ არ დადის ბუფეტში უშლი და უკმაყოფილო რატო ხარ? ხო რო არ დადის მე სახში მეჭამს ხოლმე კაცო ტვინს და ისეთი უკმაყოფილო ვარ რომ რა ვიცი. აი მე გოგოებო ისეთი ამბავი გავიგე რომ აი გავგიჟდები და ჩვენი მეხუთე კლასელები თურმე მესამე სართულზე უნდა ყავდეთ რა. სუღად მოწვიდებიან ეგენი იქიდან მოგიკუდეს დედა. ნუ გეშინია რა ოღონდაც დიდები არიან უკვე კაცო მეხუთე კლასელები. აი მე გუშინ ისე უხარო და ომარიკო სკოლა მეწყებაო რომ გიჟათ იყო. მე რაღაცა ცეკვა ასწავლა კიდე თავის მადამ და სულაც ცეკვით მოვიყვანე დღეს. ინგადეიდა, ომარიკო მესამე სართულზე ჩვენ კლასში ფანჯრის რაფაზი ავიდა და რაღაცა ცეკვას ცეკავს, ლამის გადავარდა და არ ჩამოდის. და აი მე ის ახალი ცეკვა რო ისწავლა. აი მე მიშველეთ.